მეორე მსოფლიო ომში ამერიკა გერმანიის დამარცხებას საბჭოთა კავშირის გარეშე. ამ პირიქით საბჭოთა კავშირი თუ შეძლებდა ამერიკის დახმარების გარეშე ჰიტლერის დამარცხებას. პირველი უნდა ვთქვათ, რომ ამერიკელები საერთოდ კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ როგორც პირველ მსოფლიო ომში, ასევე მეორე მსოფლიო ომში ჩართვის ამერიკელი ხალხის დიდი უმრავლესობა. მათ ახასიათებთ იზოლაციონიზმი. ამერიკელები ამერიკას განიხილავენ როგორც ცალკე არსებულ სამყაროს. მათ ნაკლებად აინტერესებთ დანარჩენი სამყარო, ის კი არა, საერთოდ ისტორიაც არ აინტერესებთ მათ უმრავლესობას, უდიდეს უმრავლესობას. ასე იყო მეორე მსოფლიო ომის წინაც და დაჭირდა ამერიკულ ელიტას მთელი რიგი, ესე იგი, ეგრეთ წოდებული false flag ოპერაციები, ანუ ყალბი ოპერაციები, რათა გაერწმუნებინა შეერთებული შტატების საზოგადოებრივი აზრი, რომ ის ჩართული იყო ომში. ეს უნდა ვთქვათ. და ეს ოპერაციები ცნობილია, იგივე დაუშვათ, როგორ პროვოცირებდნენ, ეს ცნობილია პირველ მსოფლიო ომშიც, მეორე მსოფლიო ომშიც. იმიტომ კატეგორიული წინააღმდეგი იყო ამერიკელები, კი წინააღმდეგი იყვნენ ყოველს ახლაც ესეა სხვათაშორის და ამიტომ ამან მიიღო სისტემის ხასიათი. ეხლა შეეხება გერმანიის დამარცხების ამერიკულ პოტენციალს. ჩვენ უნდა ვითვალისწინებდეთ, რომ ამერიკელები, ამერიკა და ბრიტანეთი ეს საზღვაო სახელმწიფოებია, თალასოკრატიებია. მათი ძლიერება ეფუძნება ძალის საზღვაო პროექციას, მოდი ასე ვთქვა. მათ ყოველთვის უჭირდათ და დღესაც უჭირთ სახმელეთო ომებში მონაწილეობა, რასაც ადასტურებს როგორც მაშინდელი, ისე დღევანდელი ისტორია. იგივე დაუშვათ ამერიკელები, როდესაც გადასხდნენ კონტინენტზე, რომ არ დაეწყო საბჭოთა კავშირის ვადაზე ადრე შეტევა, ანუ ოპერაციების განხორციელება ერთი თვით ადრე დაიწყეს დაჟინებული თხოვნით, იმიტომ რომ განმეორდებოდა ის, რაც მოხდა თავის დროზე დანკერკის ცნობილი ოპერაცია. არდენთან გაანადგურეს გერმანელებმა, ეს ხდება 44 წლის ბოლოს თითქმის რა, 44 წელს ხდება, როცა თითქმის გერმანია ესეთ ორ ფრონტს შორის არის მოქცეული და უკვე განიხილებოდა მისი ომის შემდგომი მოწყობის საკითხები, ისე ეგონათ, მაგრამ განახორციელეს გერმანელებმა შეტევა და რომ არა იგივე საბჭოთა არმიის შეტევა პოლონეთზე, ვარშავაზე და ასე შემდეგ ერთელი უზარმაზარი ოპერაცია სახმელეთო, ისინი კვლავ აღმოჩნდებოდნენ, ესე იგი, ზღვაში. როგორც დანკერკის ოპერაციის დროს იყო სხვათა შორის რა, ეს გულისხმობ ომის დასაწყისს. აქედან გამომდინარე, საკითხი იმის შესახებ, ახლა შეძლებდა თუ არა შეერთებული შტატები და ბრიტანეთი კონტინენტზე გადასულიყო და დაუშვათ ცალმხრივად ეომა გერმანიის გაერთიანებულ ევროპასთან. და არ ესმით, რომ ეს მაშინ გერმანია კი არ ომობდა მარტო. ეს იყო ერთგვარი ჩანასახოვანი, ჩანასახოვანი კი არა, უпростоოდ ეს იყო გაერთიანებული ევროპა.